მოგესალმებით. დღევანდელი ღია სტუდია განსხვავებული ფორმატით გადის ეთერში. გადაცემის ჩასაწერად რესპონდენტ ჩვენ თავად ვეწვირებთ. სურს თუ არა შურის ძიება, რა არის სიმართლე, რომელსაც ის საზოგადოებას ეუბნებოდა. როგორ ახასებს მოვლენას, შენთვის ილოცებენ და ჩემთვის დაიხოცებიან. როდის ჩასახდა მასში მიამბოხე სული და როდის იხილავს ქართველი მაყურებელი ვეფხის ყაოსნის პირველ თეატრალურ წარმოდგენას. გადაცემა ღია სტუდიის სტუმარია რობერტ სტურია. ბატონ რობერტ, ერთი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც რობერტ სტურია რუსთაველის თეატრისა და ქართველი მაყურებლის გარეშე არის. როგორი იყო ეს ერთი წელი ცხოვრებისა და ადამიანების შეფასების თვალსაზრისით? მე ცოტა ნებისმიერ ადგილად ვცდობ კარგად თავს. ასე უცნაურად ჩამოყალიბდა ჩემი ხასიათი. ყოფილა ესეთი მომენტები, როცა ციხეში ჯერ არ ყოფილა, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ ვარ ციხეში დაუშვათ. იქაც ნორმალურად ვიქნებოდი, ადვილად ვეგუები რა სიტუაციას. არ ვთვლი, რომ ეს არის რაღაც განსაკუთრებული დაჩაგვრა და ასე შემდეგ. მე ხშირად მithkoms, რომ ბედისწერა ჩემთვის არის ლამაზი ქალი, რომელსაც მიყვები, ვეუბნები, აი შენ ჩემი ხელი, სადაც გინდა წამიყვან. მე ვიცი, რომ ცუდადია, შენ არ წამიყვან. ამას მაინც ვეუბნები ყოველ შემთხვევისთვის, რომ სინდისი აუმოქმედდეს. და მართლა ჯერჯერობით ცუდად არ მოქცეულა ჩემს მიმართ. არიან ხალხი, რომ ამბობენ, უნდა ბედისწერას ებრძოლო, უნდა დინების წინ საწინააღმდეგო იცურო. მაგრამ მე ხა როცა თეატრიდან გამანთავისუფლეს, ამ სიტყვას გამანთავისუფლეს, აქვს კიდე მეორე მნიშვნელობა. მე თავისუფალი გამხადდეს. გამომიშე სვაბოდაზე, ასე ვთქვათ, ტერმინით. თუმცა შეფასებების დროს თქვენ მახსოვს იმ დროს ასეთი რაღაცაც ბრძანეთ, რომ ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, რომ თეატრიდან გამაგდეს. თუმცა მე მხიარული ადამიანი ვარ და აქ შეფასებებს ხედავს სათანადოს და შემდგომ მოვაყოლეთ აი ეს ფრაზა თავისუფლებასთან დაკავშირებით. რა შეესაბამებით ინტერვიუ, როცა დროში აძლევ, ხო? და ამ დროის მანძილზე შენ გეცვლება აზრი, შენ აკეთებ ანალიზს, შენი ცხოვრება ხდება სხვანაირი, ახალ ხალხს ხვდები და ამიტომ ინტერვიუ თუ ამოვაგდე და უშუალოდ იმ დროდან მაშინ უფრო სწორი იქნება და ეხლა რაც მე მაშინ ვთქვი, ეს მართალი იყო ეხლა, იმიტომ რომ სიცრუეც იქნება და არა გულწრფელობა, რომ ვთქვა, რომ ეს არ იყო მტკივნეული. დასაკურდია მტკივნეული იყო, იმიტომ რომ ბევრი ფიქრობს, რომ თვითონ მე დავდგი ეს. გაგდება, ახლა გუშინ მოვისმინე ტელევიზორში, რომ ერთი თეატრონი ამბობდა, რომ ეს მან ასე დადგა. ასეთი დადგმა მე არ შემიძლია. ესეც თვლი, რომ ეს ძალიან დიდი უზნეობაა. ერთი რაღაცა, რაც ნიშანდობლივი იყო იმ პერიოდში, ვახსოვს სოციალური ქსელები, წაილეკა მაშინ დაუბრუნეთ სტურია თეატრს, საკმაოდ ბევრი ცხრემლი დაიღვარა, მოდით ესე ვთქვათ. თუმცა აი აქ გამახსენდა ესეთი ფრაზა, რომ შენთვის ილოცებენ და ჩემთვის მოხვდებიან, რიჩარდი ამბობს. დაახლოებით ესეთი რამ მენიშნა და თუმცა ადამიანურად გარკვეულწილად თითქოს გულიც კი დამწყდა მეც, რომ მაგრამ ამ ადამიანებსაც რა შანსი ჰქონდათ, რა უნდა გაეკეთებინათ. არაფერი, მე პირიქით ძალიან წინააღმდეგი ვიყავი, ყოველგვარი მოვიდნენ ჩემთან რა გავაკეთო და მე ვხარ ეხლა დამანებით თავის მსახიობის გულისხმობ, რაც მოხდა, დანარჩენი თქვენ თვითონ თავისუფალი ხართ, მე არაფერს თქვენგან არ მოვითხოვ, იმიტომ მე ვიცი, რომ მსახიობისთვის თეატრი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. მithumetes რუსთაველის თეატრი, თქვენ ამას გულისხმობთ? დიახ. ხო და ამიტომ მე არა ვარ რიჩარდის მეორე ფრაზა, ვისაც უყავარ მომხევით, არა ვარ ეს კაცი. ეს უფრო პოლიტიკოსის ლაპარაკი. ისევ თქვენი შემოქმედებიდან თქვენ ბოლოს ერთ-ერთი თქვენი ბოლო ნამუშევარი იყო შექსპირის ქარიშხალი. დიახ.
და მაშინ შეიძლება ესე ალეგორიულად ვთქვათ, რომ სტურუამ ეს სპექტაკლი დადგა მიზან მიმართულად, იმიტომ რომ რაღაც პროსპეროსი დაინახა საკუთარ თავში და ადამიანის რომელიც იყო შურისძიებით, ესე რა ვიცი, ნირვანაშიც კი რომ შური ეძია რაღაცეებზე, მან მიუტევა ყველას. თუ არის მეორე მომენტი თქვენ ჩინური სიბრძნის არ იყოს, ახლად გახართ მდინარის პირას და ელოდებით მდინარე როდის ჩამოვატარებს თქვენი მტრების გვარს. მე ხარისხალი დავდგი 10 წელს, 2010 წელს. მაშინ რასაკვირველი არ მიფიქრია ამის შესახებ, მაგრამ თვითონ პიესაში ეს არის ფიქრობენ რომ შექსპირის ანდერძია. Ну, ძალიან როგორც ყველა პიესაში ძალიან ძნელია ამ ანდერძის ამოკითხვა. ბევრი თეატროსნი ხარჯავს ამაზე მილიონ დროს, რომ გაიგოს რა ხდება. მაგრამ რასაკვირველია, მაინც რაღაცა მსგავსი, რასაც თქვენ ბრძანეთ, იყო. რომ ეს არის ადამიანი, რომელიც უკვე დაბერდა და ელის შურისძიებას და მე ხდება რაღაც საოცრება მასშიც მე ავიღე მოდელად სავლეს და პავლეს ისტორია, რომელიც იყო ქრისტიანობის მოწინააღმდეგე, საშინელი მტერი და ერთ დღეს მოხდა რაღაც საოცრება, ის მიხვდა რომ ეს მისი მოვალეობა და არის სხვა და ემსახურა ქრისტიანობას. Ну, რაღაც აი ამაზე იყო დადგმული სპექტაკლი. და ყოველ შემთხვევაში აი ეს მომენტი, რომ თქვენ ამ წუთას ერთი წლის გადასახედიდანაც უკვე აბსოლუტურად სხვანაირ, თითქოს სხვანაირ შეფასებას, კი არა, ფაქტობრივად სხვანაირ შეფასებას აძლევთ, თუმცა შინაგანად მესმის, რომ არის დიდი გულის ტკივილიც, რომელიც ალბათ საჯარო ვარავის არ გახდება, მაგრამ ადამიანებმა ეს უნდა ვიგრძნოთ და განვიცადოთ. თქვენ მაინც მომხრე ხართ რომ ადამიანებმა მიუტოვონ. არის მომენტები, რომელსაც ვერ მიუტევებ. მაგალითად იქ პროსპერო, იმიტომაც ალბათ აპატია თავის მტრებს, რადგანაც მისი ქალიშვილი ჩაყარებული გახდა და არა, ქალიშვილის მომავალზე ფიქრობდა. ის რომ გამხდარიყო მკვლელი, ქალიშვილი ხდებოდა მკვლელის შვილად იქცეოდა. და ის მისი ცხოვრება იქნებოდა მოწამული. ახლა შექსპირი ძალიან ჭკვიანურად იქცევა ამ მომენტში, იმიტომ რომ ის გრძნობს, რომ იყო მკვლელის შვილი, ეს არის დიდი ტვირთი ადამიანისთვის და მისი ცხოვრება მოშხამული იქნება ამ გოგოსი. მისი გაზრდილია ეს გოგონა. და ამიტომ ცდილობს, რომ მამამ დარჩეს ქალიშვილის მეხსიერება როგორც პატიოსანი და წესიერი ადამიანი, მიმტევებელი და ეს იყოს მისი ცხოვრების საზომი. და ეხლა რაც თქვენ ბრძანეთ ჩინეთის ჩინურ ანდაზაზე, არიან ადამიანები, რომელიც მე სიამოვნებით ხა გვამები არ მინდა, მაგრამ სასჯელი ეკუთვნის იმ ხალხს. მე მინდა ისინი დიდი ტივზე ჩამოვიარო. ოლტის გისოსები პორმარილის გარეშე. გისოსები ქონდეთ, იქ პორმარილონ, იმიტომ საკმაოდ შესაძლებლობები აქვს ამისთვის, მაგრამ იყვნენ გისოსებიან ტივზე. ბატონო რობერტო, კოსმოსი, რომელსაც თეატრი ქვია, თქვათ, ხელოვნება წარმოუდგენელია რობერტ სტურუას გარეშე. თქვენი სპექტაკლებით თქვა ორგანზომილებაში აჩვენებდით ხოლმე ადამიანებს იმას, რისი თქმა გსურდათ. შეიძლება მე არასწორად ვაკეთებ შეფასებას, მაგრამ ერთი იყო ის სანახაობა, რომელსაც უდგამდით საზოგადოებას და მეორე იყო ის ტექსტები, რომელიც და ის საფიქრალი, რომელიც ამ სანახაობის მიღმა იდგა. ყოველთვის გულწრფელი იყო რობერტ სტურუა და ყოველთვის აბობდა იმ სიმართლეს, რომელიც მას შინაგანად წამდა. ну ყოველ შემთხვევაში ის ჩემი სიმართლე იყო. შეიძლება ვცდებოდი რასაკვირველია. იმიტომ რომ ახლა ჭეშმარიტება და სიმართლე ისეთი რამ არის, რომ ბოლომდე ვერ ჩაწყვები ამას და რისიც მწამდა და მჯეროდა, მე ვაკეთებდი იმას. და მე მგონი არასოდეს არ მიღალატი ამ წამსისთვის.
დანარჩენი ახლა უკვე თვითონ მაყურებელმა უნდა განსაჯოს. რაც შეეხება სანახაობას, რომელსაც მე საყვედრობდნენ ქართულ თეატრში კრიტიკოსები, თეორეტიკოსები, მე მგონია რომ არ უნდა დავიწყოთ ბერძნების გამოთქვა, რომ თეატრი არის სანახაობა, რომელშიც შენ ჭკუას გასწავლია. ბრეხტმა პირიქით თქვა, მე ვაწვდი იდეებს და ვართობ ამ გართობაში, იგივეა პრინციპში. ამიტომ მე მგონია რომ მე ვიყავი, მე ჩემთვისაც როცა ფარდ დაიხსნება, ჩემთვის ეს არის დიდი ტილო. ხა მამა ჩემი ხატვარი იყო და შეადმეტყოდა ხოლმე, აბა რობიკო, მოდი მოვიგონოთ კომპოზიცია. იმიტომ აი ახლა ამოდენა სივრცეში თუ შენ არ გააკეთე ესეთი მართლა კომპოზიციები, რომ ეს იყოს დამდვილად მნიშვნელოვანი, ნახატი. ისე არ გამოდის. მე მგონია რომ ეს მიზანსცენარი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი თეატრისა. ბატონ რობერტ, თქვენ დიდი რობერტ, უფროსი რობერტ სტურო ახსენეთ. თქვენ საკმაოდ ესეთი წარმომადგენლობით ბოლშევიკების ოჯახში დაიბადეთ. და რამ განაპირობა ორი რობერტ სტურუას აი ასეთი სწრაფვა და თავისუფლებისკენ, უფრო სწორად იმ კონტექსტიდან ამოხტომის სურვილი, რომელშიც თქვენ იზრდებოდით და აქვე ერთ რაღაცასაც გავიხსენებ და ვიტყვი თქვენი ბიოგრაფიიდან, როდესაც თქვენ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარეთ, მაშინ მოაწყვეთ ერთ-ერთი პირველი ბუნტი თქვენს თანაჯგუფელებთან ერთად და ამ ბუნტს ჰქონდა, მე მგონი, ერთ-ერთი უდიდესი შედეგი თქვენთვისაც და თქვენი მეგობრებისთვის, როდესაც მიშა თუმანიშვილი დაინიშნა თქვენი ჯგუფის ხელმძღვანელად. საიდან მოდიოდა ის სული, რომელიც რობერტ სტურუამ დღემდე შეინარჩუნა და ესე ვიტყვი, თქვენ ცოტათი ბუნტარი ხართ, შეიძლება ცოტაზე მეტით, ხო? დიახ, ეთყობა ეს გენებია, იმ რევოლუციონური გენები, რომელიც ბაბუაჩემს ჰქონდა, რომლის რეკომენდაციით სტალინი მიიღეს პარტიაში, სხვათა შორის. ერთია, რაც გადაიქცა ის იდეები, რომელიც ჰქონდა არა მარტო ბოლშევიკებს, არამედ საერთოდ კაცობრიობას. და რომელსაც მე ვებრძოდი იგივე ენერგიით, როგორც ბაბუაჩემი ალბათ იბრძოდა იმისთვის, რომ მეფე ჩამოეგდოთ. ამიტომ ეს დაიწყო, როდის იცით, როცა სტალინის პრობლემა დადგა საქართველოში და საერთოდ საბჭოთა კავშირში, მეორე ბაბუაჩემი დახვრეტილია. დედაჩემის მამა და დედაჩემი და მისი დადა ძმა პრინციპში გაუბედურეს. უბრალოდ ბედნიერება ის იყო, რომ ბაბუაჩემმა ვანო ბოლქვაძემ მოასწრო გაყრა ცოლთან, იმიტომ რომ მას შეუყვარდა ვიღაც სხვა ქალი, ამაზე მე ცალკე შემიძლია ვილაპარაკოთ, ძალიან რომანტიკული ისტორია და ამიტომ გადარჩენ მამაჩემა რომ მოიყვანა ჩემ დედაჩემი, ეს იყო ძალიან დიდი გმირობა, იმიტომ მან მოიყვანა მტრის ქალიშვილი. სწორედ აი დახვრეტეს ბაბუაჩემი და 27 წელს მამაჩემმა მოიყვანა დედაჩემი ცოლად და 38-ში დავებადე მე. მერე ცხოვრობდი ისეთ სახლში, სადაც ძირითადად KGB ცხოვრობდა. და მთავრობის ხალხი. ჩემ თვალწინ ხდებოდა სასტიკი სურათი, ესე იგი ყველა იცვლებოდა ეს ბინები, იმიტომ რომ იჭერდნენ, ხრეთდნენ და სახდებოდა ახალი მოსახლეობა. ჩვენ კი როგორც ხატვის ოჯახი გადარჩით. იმიტომ რომ მთავრობასთან არ ჰქონდათ კონტაქტი. მე და მამაჩემმა დავიწყეთ კამათი სტალინზე, იმიტომ მამაჩემს ძალიან უყვარდა სტალინი. ნამდვილი ისეთი სტალინელი იყო ბუნებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო ნამდვილი ბოჰემის კაცი, ძალიან ლამაზი, ძალიან შესანიშნავი მხატვარი, როგორც მე მეჩვენება დღეს და დედაჩემის ზოგადად ჩადგებოდა ჩვენ შორის ამ ჯგუფში ცემლებიანი, იმიტომ რომ ჯგუფი აღწევდა რაღაც მაქსიმუმს.
ბოლოს უკვე სადღაც შევრიგდით ამ პოლიტიკურ თემებზე ამაც, იმიტომ მამაც შემიც მიხვდა ახლა ის რომ პლატისი არ იყო საქმე როგორც და მე ხშირად ვეუბნებოდი რომ სანამ ჩვენ არ მოვინანიებთ ამ კაცის ბოროტებას, იმიტომ ასეთი შვილი გაზარდა მსოფლიოსთვის საქართველოს. არანაკლები ფიგურა ვიდრე ჰიტლერი. ხო და ამიტომ ჩვენ არ გველის კარგი მომავალი. ბატონ რობერტ, ცხოვრებაში ადამიანები ხშირად ირჩევენ დუმილს. თეატრში, კინოში ადვილი შესაძლებელი არის ეს გადაფარო მუსიკით, პლასტიკით და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ? გადამწყვეტ მომენტში, როდესაც კი ალბათ თქვა რაღაც, უნდა იყვირო. რატო დუმან ადამიანები და ვინ უნდა იყვიროს მაშინ? იცით რა არის, როცა შენ შვილს მეაბჟენენ დანას კისერში და შენ გეუბნებიან რომ გაჩუნდი, ანდა მოაწერე რაღაცას ხელით, რომ შვილს მოგიკლა. ამ უზნეო პოზიციაში რომ გაყენებს შენ ძალაუფლება. შენ ნებისმიერი საქციელი მე მესმის, როცა შენ იტყვი რომ კარგი მე თქვენ მხარეზე ვარ. იმიტომ შენი შვილის სიცოცხლეა იქ. ეს არის ტერორისტული აქტის მაგვარი რაღაც, რაც ხდება დღეს, იმიტომ რომ ის დაშინება, ის რაღაც უბედურება, რასაც ჩადეს ჩვენი მთავრობა, ეს არის მსგავსი ამ ტერორისტულ მოქმედებასთან. ამიტომ მე არ შემიძლია გავკეცხო ასეთი ადამიანი, რომელიც ირჩევს დავუშვათ თუნდაც გადასვლას სხვა ბანაკში, იმიტომ რომ გადაარჩინოს თავისი შვილი. კი, რასაკვირველია, ეხლა იყო შემთხვევა ასეთი, როცა ღელვა იყო ბათუმში და მე კარგი ცურვა არ ვიცი და არ შევედი ზღვაში, მაგრამ ჩემი მეგობარი შევიდა. და კიდე მეორე მეგობარი დაიწყო მან ცუდად ცოდნია ცურვა და იხჩებოდა. და ეს ჩემი მეორე მეგობარი ცდილობდა მის გადარჩენას. მაგრამ მიხვდა რომ თვითონაც დაიხჩებოდა და დაანება თავი და გამოვიდა და ის ბიჭი დაიხჩა. ახლა რასაკვირველია მე არ შემეძლო მისი გაკიცხვა, მაგრამ მე მასთან მეგობრობას შევეშვი. იმიტომ რომ მაინც ჩემთვის ის რომ მან მიატოვა თავისი ერთგული მეგობარი და თავის გადარჩენაზე ფიქრობდა და მაინც რაღაცნაირად ჩემთვის იყო ტრაგედია. ადამიანის ცხოვრებაში ხშირად ჩდება ხოლმე რაღაც ფრაგმენტები, მე ხშირად ვსაუბრობთ რაღაც დეჟავიუებზე და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთვის პირადად და საკმაოდ ჩემ თაობის ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ მძიმე წუთებში ესე გასახსენებლად გვაქვს ერთი სცენა, რომელიც ლირში თქვენ დაუდგით რამაზ ჩხიკვაძეს. კორდილია ezghili შემიხსენი. დიახ. თქვენ თუ აღმოჩენილ ხართ ესეთ სიტუაციაში, როდესაც იგივე გითქვა საკუთარი თავისთვის? ნუ ალბათ ხშირად მომსვლია ასეთი რამ, იმიტომ რომ თეატრში ასეთი დონის სიმაღლეზე არ ავსულ ვარ. მაგრამ როცა რაღაც არ გამოგდის, აი მაგალითად ხანომა რო დავდგი, აქ ისე გამლანწყეს გასინჯის შემდეგ, ისე მიტყირეს ყოფა, რომ სახში რომ მოვედი, ჩემი ცოლი ორსულად იყო. ნუ მკითხა როგორაა საქმე და მე ვთხარი გონი დედამეტი რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი სპექტაკლი გავაკეთეთ. და სრემლებიც კი, ნუ არ ვიტირებ, მაგრამ სრემლები მომერიან. და და დამამშვიდა ჩემმა ცოლმა, მით უმეტეს იბადებოდა ჩემი პირველი ვაჟიშვილი. მერე კი ამ სპექტაკლს შეიძლება დიდი შედევრი არ იყო ხო, მაგრამ მსახიობები იმდენად ბრწყინვალე იყვნენ, ყველა მე ვიტყოდი. უბრალოდ გამოირჩეოდნენ ახლა რამაზი, ეროსი, სალომე, ჯემალი, აღანიძე,
ბელა თამაშობდა მირიანაშვილი. ნუ საერთოდ შესანიშნავი კახი იყო არაჩვეულებრივი. და მე ველი ამ მომენტს სადღაც ფიდალისკენ, როცა ვიღაცას ვთხოვ შემიხსნას ეს გული. და იცით რა არის თაც ეს ფრაზა ღილი შემიხსენი. კითხველი არ აქცევს ამას ყურადღებას. ჩვენ კარგად მე და რამაზიმ კარგად ჩავჭერით ეს მონოლოგები ისე რომ ეს ფრაზა გახდა რაღაც ისეთი სიმბოლური იერი მიიღო, რომელიც იქ ვერ ამჩნევ კითხვის დროს. იქ ორჯერ ამბობს ამას. ერთხელ როცა მთლიანად იხდის ტანზე, სიგიჟის სცენაზე და ფიდალში როცა უკვე უნდა წავიდეს ამ სამყაროდან. კიდევ ერთი ესეთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც მე ჩვენება და რომელსაც ესე გაკვირთ შევეხეთ ამ წუთას ჩვენ, მინდა ისე ვთქვით სპექტაკლიდან მოვიშველიო ესეთი სცენა თქვენ ყველაზე კარგად გახსოვთ, ხო? არა, შეიძლება არ გახსოვდეს. არა, მე ზუსტად წავიკითხავ ახლა. არ შემიძლია შუაზე ხომ ვერ გავგლეჩი. და შემდგომ აზდაკი ასე და ამგვარად ყველასათვის ნათელი ხდება ვინა ამ ბავშვის ნამდვილი დედა. ხო არ გაგონებთ აი ეს ყველაფერი, ეს სცენა ალეგორიულად ბევრ რაღაცას აი დღევანდელობასთან მიმართებაში. ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც იბრძვის ხელისუფლებისთვის, მაპატიონ სხვებმა, მაგრამ ამ წუთას ეს ორი პოლიტიკური ძალა ჩანს. ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც მკერდზე ხელს ირტყამს, რომ აი ჩვენ ვართ ქვეყნის გადამრჩენი და ხომ არ გეჩვენებათ, რომ არათუ 1 ოქტომბერი, არამედ 1 ოქტომბერს და იქამდე ჩადენილი ქმედებები შესაძლებელია გახდეს ის სიტუაცია, როდესაც ორივემ გაგლიჯოს და ორში ჩვენ რაღაც ტრაგიკული სურათი მივიღოთ. თქვენ გააქვთ ეს წინასწარმეტყველების რაღაც მომენტები ხოლმე და ისეთ რა მე მაქვს ჩემდა გასაკვირად მაქვს თითქოს ეს თვისებები წინასწარმეტყველები. ბოდიში თაქ შეგაწყვეტინებთ ლირს როცა ვუყურებდით და როცა ყველაფერი დაინგრა და დაანგრიეთ. მაშინ დარჩა უკვე შტაბეშტილება რომ ყველაფერი საბოლოოდ ვიცოდით უკვე ჩვენ რომ ყველაფერი დაინგრეოდა. ნუ თათ არ ვიცოდით, იმიტომ რომ ნუ ყოველ შემთხვევაში განცდა გაჩნდა ასეთი. ხო და ამ შემთხვევაში იცით რა, ეს არის ძალიან კარგად მოიფიქრა ბრეხტმა, ეს არის სოლომონის ერთ-ერთი არაკი, როცა დედა და ქალი რომელსაც უნდა ამ ბავშვის ხელში ჩაგდება, მივიდნენ სოლომონთან. და უთხრეს რომ მე ვარდე და არა მე ვარდე და იმან თქვა რომ ვერ დაამტკიცეს ვერც ერთმა ვერც მეორემ და ვერც თვითონ სოლომონმა ვერ გაიგო ვინ არის ნამდვილი დედა. მან აიღო ხმალი და მაშინ მე ამას შუაში ჩავჭრიო ხო და ნახევარი ამას და როცა აწია ხმალი ნამდვილად ნამდვილმა დედამ იყვირა რომ არა მე არა ვარ დედაო წაიყვანო სიმონა. აქ პირიქით ხდება. აქ ნამდვილი დედა არ ამბობს ამას. ამას ამბობს ხალმა, ვინც გამოზარდა ეს გოგო. ეხლა ამ ორ პარტიას შორის, რომელიც ხლეჭს საქართველოს ერთი იმ მიზეზით, რომ უნდა რომ მთლიანად ჩაიგოს საქართველოს კიდე რამდენიმე წლით ხელში და მე გახრიჩოს კი არა გაანადგუროს თავისი ბავშვი, იმიტომ რომ ღირსი არ არის ამ ბავშვის გაზრდის. და მეორე მხარე, რომელიცაც უნდა რომ გადაარჩინოს ეს ბავშვი. აი ეს მეტაფორა აქ ძალიან თულად გასარკვევია. იმიტომ მე მგონია თუ გახლეჭს ვინმე, ეს გახლეჭს მთავრობა, რომელსაც უნდა კიდე 20 წელი იყოს აქ სათავეში. წამოწდა კიდევაც ვიღაცას ერთ-ერთს. რომ ჩვენ აქ დიდი ხნით ვარ მოსული. რას ნიშნავს დემოკრატიულ ქვეყანაში დიდი ხნით მოსვლა? ორჯერ კი ბატონო, უკვე გავიდა ეს ორი ვადა. ამიტომ მე მესმის რომ ეს მაგალითი შეიძლება ასე პირდაპირ არ გადმოდის აქეთ საქართველოს, მაგრამ მაინც თქვენ მართალი ხართ რაღაც ასოციაციებს იწვევს.
მე არ ვიცი დამთავრდება ვინ იტყვის იმ ფრაზას, რომელსაც აზნაკი ამბობდა. და იტყვის კი არა იმ ფრაზას. მაგრამ ვიცი რომ საქართველოს სწორედ ამ ბავშვის მდგომარეობაში. ჩემთვის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი თქვენი ბიოგრაფიიდან, უბრალოდ თქვენი ცხოვრებიდან არის რიჩარდი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი და საკმაოდ შეიძლება უფრო დიდი პრესა ჰქონდა თავის დროზე კავკასიურ ცარცის წრესაც, მაგრამ რიჩარდ მესამეს ჰქონდა ფანტასტიკური პრესა თვითონ ინგლისში. და ერთი ესეთი ფრაზა, რომელსაც თქვენ რიჩარდს ხაზგასმით ათქმევინებთ და ეს არის მართლაც ფანტასტიკური სცენა ამ სპექტაკლიდან, არის ფრაზა, რომელსაც ამბობს რიჩარდი. სიმართლე სიტყვა, რომელიც ლაჩრებმა გამოიგონეს ძლიერთა შესაშინებლად, მე ერთი სიმართლის მწამს, მას ძალა ქვია. ისევ ალეგორიაში კითხულობ ამას, თქვენთვის რა არის სიმართლე და როგორ უყურებთ თანამედროვე 21 საუკუნეში სიმართლის შეფასებას ზოგადად? ისე ძალიან მიჭირს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ სიმართლე პირდაპირ რო თქვა, თუ არა ვარ რაღაც ისტორიული მაგალითებით კარგად, მყარად არ უზნობ თავს, ისე არ შემიძლია ეს გამოვა ჩემი სიმართლე. მე თუ ვამბობ რაღაც სიმართლეს, მე გამოვდივარ იმ ადამიანთა ოცნებებიდან, იმ სურვილიდან კაცობრიობის, რომელსაც აღწევდა 2000 წლის მანძილზე. და იმას ვერ ყნობ. მე ხო ეს ჩემი სიმართლე კი არა, მე მინდა რომ ადამიანი იყოს ლაღი, თავისუფალი, შეეძლოს თავისი აზრი გამოთქვას ხმამაღლა, რომ არ დაისაჯოს იმის გამო, რომ მას არ მოწონს რაღაცა. და ეს არ არის მარტო ესეთი კერძო ჩემი აზრები, ეს არის ჩემი ცოდნიდან გამომდინარე მომზადებული, ასე ვთქვათ, ჩემი წინაპრების მიერ სიმართლე. ამიტომ ეხლა თუ გინდათ ამყევით ამ ჩემს აქციებში, თუ არა ცდარი ვარ, ამას დაადგას ისტორია. ბატონ რობერტ, თქვენ წეგანაც აღნიშნეთ და მაყურებლისთვისაც რომ კარგად იყოს გასაგები, ახლა როდესაც სპექტაკლს აკეთებს რეჟისორი, სულ ტექსტს ვერ გამოიყენებს და მაგრამ ის ბოდის ვიხდი ამ ტერმინისთვის ჩარტყმები, რასაც თქვენ მაშინ ნაც და შემდგომ თქვენ შემოქმედებაშიც უკეთებდით, ვთქვათ, ხელისუფლებას, საზოგადოებას, თქვენს მაყურებლებს და ასე შემდეგ, ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და ეს ფრაზები ადამიანებს ამახსოვრდებოდა და დღემდე მოჰყვება კიდეც და ერთი ესეთი ფრაზაც არსებობს, რომ ზოგჯერ ეშმაკსაც სიკეთე მოაქვს, რომ ისევ რიჩარდს გავიხსენებ ამ წუთას. თქვენ გჯერათ ეშმაკის მოტანილი სიკეთის? იცით რა, ეს მხოლოდ ჩემი ნათქვამი ხო არ არის, შექსპირის ნათქვამი, მე გოეთემ გამოიყენა ფაუსტში მეფისტოფელის ტექსტია, რომ მე ის ბლოროტი ძალა, რომელსაც სიკეთე მოაქვს. და არის მომენტები, როცა ადამიანი ყოველთვის დგება ასეთი დილემის წინაშე, როგორც დადგა ჰამლეტი. ის დარწმუნდა, რომ ბიზანტიის მკვლელია მამამისის 100% დარწმუნდა და უნდა გახდეს მკვლელი. აი ამას ვერ ბედავს, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ისიც ბოროტებას ემსახურება. მაგრამ ზნეობრივად მას ჭირდება, რომ იზიოშური, იმიტომ რომ მაშინ ზეინობს ბოროტება. აი ამ საშინელ პარადოქსალურ მდგომარეობაში არის კაცობრიობა მუდამ ჟამს. თუ ჩვენ ვიმხმარეთ ბოროტების ხერხებით და მათი საქციელი გამოვიყენებთ როგორც ერთადერთი გამოსავალი რთულ მდგომარეობიდან, მაშინ ჩვენც ხდებით ბოროტ ადამიანებად ვიქცევით.
და ამიტომ ამაზე მე ისე მიჭირს რამე პასუხი გაგცეთ. თქვენ ბრძანეთ რომ სტურვას იმასაც კი აბრალებენ, რაც არ დაუდგია, ხო? საუბარი იყო ხო 1 წლის წინანდელ ფაქტთან დაკავშირებით და აქ იცით რა მაინტერესებს აი 19 შექსპირის 19 პიესა გაქვთ დადგმული, უამრავი სხვა თქვათ პიესები, ვის რაც არ დაგიდგამთ და რაზედაც ფიქრობს რობერტ სტურვა. ყველაზე უფრო ახლოს თქვენთან რომელი პერსონაჟია? მე მაინც მგონია რომ ყვარყვარე. ის როგორც სპექტაკლი. და პერსონაჟი ვარყოფითია რასაკვირველია, მაგრამ ამ როცა თეატრში შენაჩვენებ ვარყოფით პერსონაჟი და ყოველთვის თეატრში ვარყოფითი პერსონაჟი უფრო ძლიერია და უფრო საინტერესო და უფრო მაყურებლისთვის მომხიბლავი ასე ხდება ხოლმე. ხელოვნებაში ეს ნიშნავს რომ აღნიშნავს რომ მას ვაღმერთებ. პირიქით მე ვეუბნები ადამიანებს რომ აი საშიშროება რომელიც ჩვენ გველის, იმიტომ რომ ბოროტებას აგრეთვე თან ახლავს ისეთი შემეცნებითი არა მომხიბლავი მხარეები. მაგალითად დედათქვენს დავდობილ დედათქვენს დაიფაროს ღმერთმა რომ მოუარო ეს უფრო რთულია ვიდრე ახლა შენ წახვიდე და იმბრუშო დაუშვათ. ის სიკეთის ჩადენა უფრო რთული ადამიანისთვის ვიდრე გადაინაცვლო დაუშვათ თუნდაც რაღაც ნებივრებაში და რაღაც მოიპარო ფული და იცხოვრო კარგად იყიდო სახლი ლონდონში თუ მაიამიში. ამიტომ მე მგონია რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ბოროტება ასე ვთქვათ ყოველთვის იცვლის სახეს. ის ყოველთვის გვევლინება ახალ ფორმით და სიკეთე მუდამ რჩება თავის წიაღში. და მაგალითად მე ხშირად მიფიქრია ახლა დედაჩემთან წავიჩხუბებდი ხოლმე და საკმარისი იყო ფორმალურად მეთქვა ბოდიში დედა და ყველაფერი მორჩებოდა მე აი ამ სიტყვის თქმისაც რაღაცა შიგნით მეჯდა ეშმაკი თუ ჭინკა და არ მათქმევინებდა ამას ალბათ თქვენც ხშირად ყოფილხართ ასე მდგომარეობაში და ახლა უკვე შეკითხვა დავავიწყო შემახსენეთ. ხო, პერსონაჟიდან გამომოვედით, აი რომ პერსონაჟი პერსონაჟი ხო. ამიტომ ის პერსონაჟი რომელსაც მე ნიღაბი მოვხსენი, ჩემთვის ეს უფრო ძვირფასია და თუ მაყურებელი მიხვდა რაშია საქმე, ეს პერსონაჟი დადებითად იქცევა. ეს არის ახლა რამაზი ამ როლში, მე მგონია მან ჩაედინა მოქალაქეობრივი და ესთეტიკური გმირობა. რომ ითამაშა ისევ ეს უარყოფითი პერსონაჟი, რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ ჩვენი ისტორიიდან და ალბათ მომავალშიც გამოირდება ასეთი ადამიანები, რომ მან აუხსნა ადამიანს ამ კაცის ნამდვილი არსი. და არ შემიძლია არ კითხოთ, თითქოს მე არ ვიცი რამდენად ყოველ შემთხვევაში მედიიდან ვიცი ესა, მაგრამ ერთ-ერთი დიდი ოცნება რობერტ სტურვასი რამდენად ჩემთვის ცნობილია ვეფხისტყაოსანის ინსცენირება იყო. ეს ოცნება და რჩება თქვენ ისე ფიქრობთ ამას თუ როგორც აი ეს ყველაზე დიდი შედევრი რომელსაც არ ხატავს ადამიანი ისე ინახავთ რა. ვინახავ, მაგრამ ეხლა უკვე რადგან ასაკში შევდივარ ერთი მჭირდება თანხა. ახლა დიდი თანხა არ არის, ახლა კინოს გადაღების თანხის ოდენა არ არის. ეს ალბათ ლაპარაკია $9,000,000 ლარზე. ახლა იმას ვიძახი მაქსიმალურად. ახლა იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ ძალიან ეაფი სპექტაკლი დადგა ვეფხისტყაოსნით, იმიტომ რომ იქ თითქოს თეატრს აქვს საშუალებები საკუთარი პოეზიის სადაც არ არის აუცილებელი რომ შენ გეცვას რაღაც ფანტასტიკური კოსტიუმები ან იყოს აშენებული ქაჯეთის ციხე და ასე შემდეგ.
ეს შეიძლება ყველაფერი ძალიან იოლი ხერხებით გააკეთო და იაფი ხერხებით სცენაზე, იაფი კარგი გაგებით ვიძახი. ხო და მე მაინც ფიქრობ ამ სპექტაკლზე, იმიტომ რაღაცეები ის გამოცანები, რომელიც არის ამ პოემაში, ამ წყინვალე პოეზიაში, რომელიც გამო რაღაც პატარა სკანდალიც მომევიდა, მე ამოვხსენე ჩემთვის კი არ ნიშნავს, რომ მე როგორც მეცნიერმა და რუსთაველმა დიახ გავაკეთე ეს. მე გავაკეთე როგორც რეჟისორმა, იმიტომ რომ თუ ამ პოეზიას, ამ დიდ პოეზიას სათანადო ფორმას არ მოუძებდი თეატრში, ეს უნდა იყოს თეატრის პოეზიით გახსნილი ეს უდიდესი პოეზია. ბოლოს ახლა მე ამ ნაწარმოებს ხო არ ვანადგურებ. ის რჩება როგორც ნიმუში ცალკე წიგნად, ყველა ოჯახში დევს ალბათ 1-2 თუ მეტი არა. და ღმერთმა ქნას რომ კითხულობდეს ქართველი კაცი და ვატყობ რომ მაშინდელმა სკანდალმა ერთის საქმე მაინც გააკეთა რომ ხალხმა დაიწყო კითხვა ნაწარმოების. იმიტომ მე როცა სკოლაში გასწავლიან რამეს შენ პრაქტიკულად ხდება რაღაცა შეძულება ამ ნაწარმოების. ეს ძალიან ლოგიკურია და გასაგები. არც კითხულობენ თითქოს იძულების მომენტი არის და ერთმანეთს ეუბნებიან რაღაც დაწერილია თემები უკვე მომზადებული და რაც ფორმალურად არის ქცეული. მაგრამ მე იმედი მაქვს რომ თუ ყველაფერი კარგად განვითარდა, როგორც მე მეჩვენება რომ განვითარდეს, იმიტომ რომ ბოლოს სიკეთე იმარჯვებს, როგორც ამ პოემაშივე წერია. მაშინ თუ მეყოფა ძალა, მე დავუბრუნდები ამ ჩანაფიქს და უკვე ის სახეცვლილება განიცადა ამ 6 თუ 7 წლის მანძილზე. და თუ მე არ გამომივიდა ესეთი კარგი სპექტაკლი, ყოველ შემთხვევაში ეს იქნება ცდა. იმიტომ ამ ნაწარმოებს ერთი დარტყმით ვერ გააკეთებ. ეს უნდა შეიქმნას ერთი ტრადიცია, მე კიდე სხვა რეჟისორმა დადგას. როგორც საერთოდ ხდება თეატრში პიესები ერთმანეთს თითქოს ეხმარებიან განვითარებაში, ხო? და აი ამ წუთას ესეთი აზრი გამიჩნდა კიდე თქვენთან საუბრისას, რომ ახლა აზდაკს მოვიშველიებ. მანტია რო გაიხადა. და ბაღისთვის მისი ბავშვებისთვის ბაღი შექმნა და მისი სახელის მინიჭება. ხო, ითხოვა რობერტ სტურუა საქართველოში თეატრის გარეშე, სტურუას თეატრის გარეშე. შეიძლება ახლა ეს მოკლე ვადაში წარმოვიდგინეთ თქვათ რომ თქვენ ერთი წელიწადი აქ არ ახართ ჩვენ ვუყურებთ თქვენ საქმიანობას მაშინ რუსეთში ხო უცხოეთშიც და ამ შემთხვევაში რა ხდება სტურუას თეატრი ნუ ახლა მე გადავწყვიტე დამედგა სპექტაკლი მარია კალასზე არის ძალიან ორიგინალური პიესა და მინდოდა ეს გვეთამაშა იმაში თეატრალური საზოგადოების სცენაზე. მაგრამ მე აღმოჩნდა რომ შესაძლოა რომ პატარა თეატრი 200 კაციანი აშენდეს. ნუ აშენდეს არა ის შენობა არსებობს და დამიდგან იქ სცენის მაგვარი და ესეთი პატარა კამერული იქნება და იქ უნდა ეს სპექტაკლი გავითამაშოთ. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ მეჩვენება რომ ეს სპექტაკლი თითქოს არ ზის იმ თავარ მიმართულებაში, რომელშიც ახლა მთლიანად ქართველები ვართ. მაგრამ შესაძლოა რომ ეს უკეთესიც არის, რომ არის ფასეულობანი, რომელიც ჩვენ ამ პოლიტიკურ ბრძოლებში დაგვავიწყო, რომ არის ხელოვნება, რომ არის შესანიშნავი გენიოსი ადამიანები, რომლებიც მიუხედავად აი ყველა მიცის რომ ეს ქალი გენიოსია და მაინც მას ებრძვიან. ხო და თუ გამოგვივიდა აი ასე რომ ეს იქნება შესანიშნავი მუსიკა, იქნება მისი ბედი
მისი ურთიერთობა სამყაროსთან, მთავრობასთან, მაშინ შეიძლება ამის დადგმა იმ პატარა ლამაზ სცენაზე. სხვათა შორის ეს არ არის რუსთაველის თეატრის ხელა დარბაზი, მაგრამ მას აქვს თავისი გარკვეული პეცი. და ნახოთ, ეს ისეთ რამ არის, რომ მე წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში მინდა გისურვოთ წარმატებები თქვენ, ბევრი სპექტაკლები, არა რობერტ სტურუას მხოლოდ, არამედ ქართველ მაყურებელს, უცხოელ მაყურებელსაც და ვისურვებდი ერთ რამესაც, რომ აი ეს თქვენი განწყობა, რომ იყოს მუდმივად შემართული იმისკენ, რომ ქართველ მაყურებელს აჩუქოთ მუდმივად ახალი თქვენი შემოქმედების საუკეთესო სურათები. დიდი მადლობა.